გამარჯობა. მე ანა ვარ, სამართლებრივი ასისტენტი Lowlex Solicitor-ში. დღეს გესაუბრებით ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტზე ინგლისურ სასამართლო პროცესებში. ეს არის აქტივების გაყენვის ორდერი, ანუ freezing order. Freezing order რა არის? ეს არის სასამართლოს ბრძანება, რომელიც მიზნად ისახავს დააკონტროლოს, რომ მხარე, რომელსაც საჩივარი აქვს, არ გადაიტანს ან დავალას აქტივებს, სანამ არ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, მაგრამ სასამართლო ადვილად არ გასცემს. Freezing order-ის მისაღებად საჭიროა, რომ დაამტკიცოთ. არსებობს სერიოზული მტკიცებულებებით საფუძვლიანი საქმე, ასევე აქტივების დაკარგვის რეალური რისკი და ბრძანების გაცემის პროცედურა სამართლიანი და საჭიროა. Freezing order-ის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სასამართლო დაუმორჩილებლობა და ასევე ციხეც კი. მაგრამ საფრთხე არსებობს მოთხოვნის მხარეზეც. თუ ორდერი არასწორად გაიცა, შესაძლოა მოთხოვნის მხარემ კომპენსაცია გადაიხადოს. ამიტომ, თუ ფიქრობთ აქტივების გაყენვაზე, ან გეშინიათ, რომ ასეთი ორდერი შეიძლება დაწესდეს თქვენზეც, მიმართეთ სასწრაფო სამართლებრივ კონსულტაციას. სასამართლო საქმეებში დრო გადამწყვეტია. ამისათვის დაგვიკავშირდეთ Lowlex Solicitor-ზე, გაიარეთ კონსულტაცია ჩვენს გამოსილ იურისტებთან და მიიღეთ თქვენთვის საჭირო რჩევები.